მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ. დღეს გავაგრძელებ ჩემს ციკლს წონაში კლებასთან დაკავშირებით. ანუ რეალურად ვაკეთებ ძალიან დიდ კურსს, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ მიყვეთ წონაში კლებაზე მთელი პლეილისტი მაქვს, ანუ მთელი არხის ერთ-ერთი განაყოფი მაქვს და შეგიძლიათ მიყვეთ და უყუროთ, ვისაც გაინტერესებს სრული კურსი. უკვე ვარ სავარაუდოდ 35 ნაწილზე. შესაბამისად, ან ჩემს გვერდზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და იქ წონაში კლება ეწერება ერთ-ერთ დასაკრავი სია, ესე ქვია ქართულად და შეგიძლიათ ნახოთ, მიყვეთ, უყუროთ. ვისაც გაინტერესებთ, ხო, იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ იყოს ყოვლის მომცველი კურსი, რომელიც, საქართველოში ჯერ მე არ შემხვედრია და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, რომ ესეთი იყოს. ხო, ძალიან დიდი პრობლემაა წონაში კლება და იმიტომ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, დღეს ვსაუბრობ მეორე ტოპ 5 პრეპარატზე, რომელიც წონაში კლებისთვის გამოიყენება და ეს 5 შერჩეული მაქვს. წინა 5 იყო პირდაპირ გაიდლაინებით, რაც არის ყველაზე ტოპ 5. ეს მეორე 5 შევარჩიე გაიდლაინებს პლუს მოხერხებულობა, კვლევები და პლუს უსაფრთხოება. ეხლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის ორლისტატი. ორლისტატი იგივე ქსენიკალია. საქართველოში ქსენიკალი, ორლიპი ესენი. და რა არის მისი მთავარი აზრი, როგორ მოქმედებს, რამდენად ეფექტურია. მოქმედებს თრგუნავს ლიპაზას, ცხიმის დაშლაში, რომ მონაწილეობს იმ ფერმენტს, ამიტომ ადამიანი ცხიმს ვეღარ შეიწოვს და რომ ვეღარ შეიწოვს, გამოყოფს განავლის სახით. ეგ არის მთავარი აზრი. ადამიანები დაახლოებით იკლებენ ორლისტატით სადღაც 5 კილოს წლის განმავლობაში, ზოგჯერ 5-დან 10 კილოგრამამდე რა. გააჩნია ადამიანს, გააჩნია როგორ კვებაზეა, განსაკუთრებით ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც ვერანებებს თავს ცხიმიანი საკვების ჭამას, ვისაც ძალიან უყვარს ცხიმიანი საკვები, მაგრამ ყველაზე ეფექტურია იმ ადამიანებში, ვინც ნაკლებ ცხიმიან საკვებს ჭამს. ანუ თითქოს ეს არის ჟღერს რაღაცნაირად, რომ ანუ ყველაზე ეფექტურია იმ ადამიანებში, როცა დაბალ ცხიმიან დიეტაზე ხარ, ანუ ყველაზე მეტს დაგაკლებინებს, მაგრამ ყველაზე მეტად დაგეხმარება, რომ არ მოიმატო წონაში, თუ ბევრ ცხიმიანს ჭამ. ეგ არის აზრი. ეხლა რატომ არის განსაკუთრებული და უპირატესობა რა აქვს ორლისტატს? ის რომ არ არის სისტემური მოქმედების, ანუ ბევრი წონაში კლების პრეპარატი მთელს ორგანიზმზე მოქმედებს და ეს ადამიანებს ზოგადად არ მოსწონთ, აშინებთ და მართლებიც არიან ბევრ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ ადგილობრივი მოქმედების არის. მეორე რატომაც არის კარგი, რომ ცხიმი ერთ-ერთი ყველაზე ადვილად შეწოვადი კომპონენტია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც წონაში მატებას იწვევს. ამიტომ არის, რომ ცხიმის დათრგუნვა ასევე უპირატესობაა. პრობლემა რა აქვს? პრობლემა აქვს, რომ ცხიმიანი განავალი, ადამიანს შეიძლება გაუხდეს ცხიმიანი განავალი და ვერ შეიკავოს, ანუ ეგ დიდ დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ეგეთ დროს ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს, უნდა დააკვირდეს, ან რამდენიმე დღე, როცა ორლისტატის დალევას დაიწყებს, ადამიანი ჯობია რომ სახლში იყოს, რომ არ შეექმნას მნიშვნელოვანი დისკომფორტი, ან მაღალცხიმიანი საკვები არ უნდა ჭამოს იმ დღეებში, თუ გარეთ გასვლა უწევს. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ორლისტატს ახასიათებს. გრძელვადიან ვინც იღებს, ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს. იშვიათად შეიძლება თირკმელებში კენჭების პრობლემა გამოიწვიოს, მაგრამ ეგ ხშირი არაა და იშვიათად ღვიძლისთვის შეიძლება იყოს ტოქსიური, მაგრამ ეგეც იშვიათი არ არის, ეგ ხშირი შემთხვევა. ჯამში ორლისტატს შევაფასებდი სადღაც 7-იანით რა, ან ცუდი არ არის, კაია, მაგრამ აი ეს უარყოფითი მხარეები, ის რომ ცხიმიანი განავალი მნიშვნელოვანი და
შეიძლება ზოგ შემთხვევაში ვერ შეიკავოს ადამიანმა. შევკავებლობას კი არ იწვევს, უბრალოდ ზოგჯერ იწვევს ცოტა ცხიმის გამონადენს და ეგ ახლა არ არის რა ისე რა თქმა უნდა კომფორტული არ არის და პირიქით ძალიან დისკომფორტის შემქმნელი ადამიანებისთვის. ამიტომ არ ერიდებიან მოკლედ ორლისტაც ეგ არის მთავარი მისი შეზღუდვა. თუმცა აღიარებულია FDA-ის მიერ, უსაფრთხოც არის, ეფექტურიც არის, მაგრამ ეგეთი პრობლემა აქვს. მეორე პრეპარატი, რომელზეც ვისაუბრებდი, არის მეტფორმინი. მეტფორმინი არის ბიგუანიდების წარმომადგენელი და რამდენიმე რამეს აკეთებს. მეტფორმინი იცით შეიძლება როგორც დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი აღიარებულია და FDA-ის მიერაც არის პირველი რიგის პრეპარატად დასახელებული როგორც დიაბეტის და პრედიაბეტის სამკურნალოდ, მაგრამ წონაში კლებისთვის არ არის აღიარებული. თუმცა ძალიან ეფექტურია წონაში კლებისთვის რა და უზომოდ ხშირად გამოიყენება მოკლედ წონაში კლებისთვისაც. რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს აკეთებს. ერთი არის რომ სისხლში გლუკოზის პროდუქციას ამცირებს ღვიძლის მიერ, რასაც ქვია გლუკონეოგენეზი, ან გლუკონეოგენეზს ამცირებს, ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს და შაქრის დონეს ამცირებს. ასევე მოქმედებს თავის ტვინზე და ჰიპოთალამუსზე მოქმედებს და ჰიპოთალამუსში შიმშილის გრძნობას ამცირებს, შესაბამისად შიმშილსაც ამცირებს. მოკლედ, ერთ-ერთი საუკეთესოა, მე მაგალითად ძალიან მაღალ შეფასებას მივცემდი მეტფორმინს, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც შეიძლება წამალი არსებობდეს. ასევე ხელს უწყობს ნაწლავების მიკრობიომის განვითარებას, კარგი მიკრობიომის, ოღონდ ნაწლავებში ჩვენ გვაქვს ბაქტერიები, კარგი და ცუდი, მეგობარი და არამეგობარი და სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას უწყობს ხელს, რაც ასევე ძალიან დიდი პლუსია. ეხლა და კვლევებიც აქვს ბევრი, მაგალითად დიაბეტის რისკს ამცირებს 30%-ით 3 წლის განმავლობაში იმ ადამიანებში, ვისაც რისკი აქვს, წონაში კლება დაახლოებით 6-8% წლის განმავლობაში, რაც ჩათვალეთ რაღაც ესე 6-8 კილო წლის განმავლობაში რომ დაიკლოს ადამიანმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად იწყება ხოლმე 500 მილიგრამით პირველი კვირის განმავლობაში, 500 მილიგრამით დღეში და უნდა შეჭამოთ, უნდა დალიოთ ყველაზე დიდ კვებასთან ერთად, ყველაზე მეც როცა შეჭამს ადამიანი, იმ კვებას უნდა მიაყოლო მოკლედ. ხო. შემდეგ 500 მილიგრამი კვირაში დღეში ორჯერ მიიღება ხოლმე და მაქსიმალური დოზა არის 2500 დღეში, მაგრამ მაქსიმალურს ერიდებიან ხოლმე. ძირითადად სტანდარტული დოზა არის 1000 მილიგრამი ორჯერ დღეში, ან 1000 მილიგრამი ერთხელ დღეში, ან 500 მილიგრამი ორჯერ დღეში. გაჩნია ექიმი როგორ დანიშნავს და რას ჩათვლის საჭიროდ. უნდა გაითვალისწინოს ადამიანის ინსულინის მდგომარეობა, ინსულინ რეზისტენტობა რა მდგომარეობაში აქვს, პირადი მონაცემები რა თქმა უნდა, ზომა, წონა, სხეულის მასა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის. ხო, და ძირითადად მოკლედ ძალიან ეფექტურია და რამე მნიშვნელოვანი პრობლემები არ ახასიათებს, განსაკუთრებული მადას ამცირებს, განსაკუთრებით ეფექტური არის ხოლმე პლატოების პერიოდში, თუმცა თვითონაც შეიძლება გამოიწვიოს პლატო დაახლოებით 6-12 თვის განმავლობაში. ანუ ეფექტურობა, წონის კლების ეფექტურობა შეიძლება დაკარგოს რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ ის მეტაბოლური უპირატესობები და ბენეფიტები რაც აქვს, იგივე გლუკოზის დონის შემცირება, ინსულინის რეზისტენტობის გაუმჯობესება, ესენი რჩება. მოკლედ, მე ძალიან მაღალი ქულით შევაფასებდი, ხო, აქვს ისა რისკ ფაქტორებიდან რაც შეიძლება კონდეს მეტფორმინის მიღებას ზოგჯერ არის დაფიქსირებული, რომ არის ღვიძლისთვის ტოქსიური. ყველაზე ცუდი
რაც შეიძლება გამოიწვიოს metformin-მა არის ლაქტური აციდოზი, ოღონდ ეგ არის იმ ადამიანებს, ვისაც თირკმლის სერიოზული უკმარისობა აქვს. ან ძალიან იშვიათია რა, მაგრამ თუ ლაქტური აციდოზი განვითარდა, ძალიან საშიშია, ამიტომ ყურადღება საჭიროა, თირკმლის ფუნქციის კონტროლი საჭიროა, მაგრამ როგორც წესი, მოკლედ პრობლემას არ იწვევს ხოლმე, როგორც წესი metformin-ი. მე ძალიან მაღალ შეფასებას მივცემ, პრაქტიკულად 900 მივცემდი 10-დან metformin-ს ყველაფრის გათვალისწინებით. რაც შეეხება შემდეგ პრეპარატს, ეს უკვე საკვებ დანამატია, მაგრამ ამასაც ძალიან მაღალი ფული შევაფასებდი, ამიტომ გეტყვით ბერბერინი, რომელსაც ზოგჯერ ბუნებრივ metformin-საც უწოდებენ ხოლმე, აქტივებს AMP აქტიურებულ პროტეინ კინაზას AMPK-ს ეძახიან, მოკლედ ამ სისტემას აქტიურებს, რომელიც აუმჯობესებს გლუკოზის მოხმარებას კუნთების მიერ და ინსულინ რეზისტენტობას აუმჯობესებს და ამცირებს გლუკოზის პროდუქციას ღვიძლში, როგორც metformin-ი, ასევე ცხიმის შენახვა, ცხიმის ორგანიზმის მიერ ცხიმის წარმოქმნას ამცირებს და ცხიმის სინთეზის გენები, რაც არის ამ გენები, რომელიც ცხიმის წარმოქმნას ასტიმულირებს, თიშავს ამ გენებს და ასევე ნაწლავების მიკროფლორასაც აუმჯობესებს. მოკლედ ძალიან დიდი ნიშნულოვანი უპირატესობები აქვს metformin-ს გავს ძალიან მოქმედებებით და თან არის კიდევ უფრო ბუნებრივი და კიდევ უფრო უსაფრთხო, ამიტომ ხშირად გამოიყენება ხოლმე ბერბერინი მიიღება კვებამდე კვებამდე ადრე, დაახლოებით 9 საათით ადრე, 12 კვირის განმავლობაში, მეტი ხანით შესაძლებელია, წონაში კლება 3-6% წონის, აი ამ 12 კვირის განმავლობაში, რაც კარგი კლებაა, მოკლედ. გასაგებია, რომ ეს არ არის ისეთი ეფექტური, როგორც თქვათ, მედიკამენტები, მაგრამ საკვებ დანამატია ძალიან უსაფრთხოა და ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გლუკოზის დონეს ამცირებს გლიკირებული ჰემოგლობინის დონეს დაახლოებით 1%-ით, ან დაახლოებით 1.5% ამცირებს ისა metformin-ი. ანუ ძალიან ეფექტურია, თითქმის metformin-ს უდგას თავისი ეფექტურობით, აი პრედიაბეტის მკურნალობის შემთხვევაშიც კი. მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს, 2000 მილიგრამამდე, დღეში საშუალოდ 500 მილიგრამი არის დოზირება და რამე განსაკუთრებითი უარყოფითი მხარეები არ აქვს, შესაძლებელია ხანგრძლივად მიღება შესვენებებით, მაგალითად, 4 კვირა მიიღე, 2 კვირა დაისვენა, 4 კვირა მიიღე, 2 კვირა დაისვენა, მშვენიერი ეს არის ცოტა უფრო ეფექტური არის metformin-ი, მაგრამ მართლა ერთ-ერთი საუკეთესო არავი, რაც შეიძლება, რომ ადამიანმა მიიღოს ეს. მესამე პრეპარატი, რომელსაც განვიხილავდი, ეს საკვებ დანამატია, 5-HTP ქვია, 5-ჰიდროქსიტრიპტოფანი. ეხლა ეს ჰიდროქსიტრიპტოფანი გარდაიქმნება, ანუ აღწევს თავის ტვინში და გარდაიქმნება სეროტონინად და სეროტონინი მადას თრგუნავს, ხელს უწყობს წონაში კლებას მნიშვნელოვნად, ძილსაც აუმჯობესებს, განსაკუთრებით ვისაც ემოციური კვება აქვს, იმ ადამიანებს ეხმარება, განსაკუთრებით იმათ ეხმარება, ვისაც ტკბილეული უყვარს და დამოკიდებულია ტკბილეულზე და შესაბამისად 5-HTP ერთ-ერთი კარგი დანამატია, 300-500 მილიგრამი მიიღება დღის განმავლობაში, გაყოფილი 2-3 დოზაზე, მოკლედ და ესეც კვებამდე მიიღება, მნიშვნელოვნად ამცირებს წონასაც და მნიშვნელოვნად ამცირებს მადასაც, ანუ საკმაოდ ბევრი კვლევები აქვს და ერთ-ერთი ძალიან უსაფრთხოა, მოკლედ. ხო, რამე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს, უნიშნულოვანი გვერდითი ეფექტები შეიძლება ქონდეს ნებისმიერ საკვებ დანამატს და პრეპარატს და ნებისმიერ საკვებსაც შეიძლება ქონდეს. ამიტომ უმნიშვნელოებზე ვთქვათ, ახლა შეიძლება აი ზოგ შემთხვევაში ფაღარათი გამოიწვიოს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ცოტა შეკრულობა გამოიწვიოს, მაგრამ ამას ნაკლებად შეკრულობაც კი ნაკლებად ახასიათებს, თუმცა ზოგ ადამიანში აი მოთენთილობას იწვევს, ეგ შეიძლება აღვნიშნოთ და შეიძლება გულძმარვა კიდე იშვიათ შემთხვევებში.
სეროტონის სინდრომი ქვია, როცა სხვა ანტიდეპრესანტებთან ერთად მიიღება და შეიძლება გამოიწვიოს კუნთების რიგიდულობა, ოფლიანობა, გულისცემის სიხშირის ეს მომატება. აი სეროტონის სინდრომი სხვა ანტიდეპრესანტებთან ერთად თუ მიიღება, ან MAOs ინჰიბიტორებთან ერთად, ამიტომ ანუ 5-HTP ანტიდეპრესანტებთან ერთად არ უნდა მიიღო თუ სხვაობთ ანტიდეპრესანტებს და ძალიან იშვიათად ახასიათებს ეოზინოფილიური მიალგია, რომელიც იშვიათია მოკლედ ძალიან და ეგეც რამე ისეთი მნიშვნელოვანი არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ამ ჩვენ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ იშვიათია. შესაბამისად, ანუ 5-HTP-ც ერთ-ერთი კარგი საკვები დანამატია, პრაქტიკულად აი სუსტი ანტიდეპრესანტი რა, აი რო ვთქვათ დაახლოებით ეგეთია. და მეოთხედ ვიტყოდი როდეოლას. როდეოლას საკმაოდ პოპულარულია და როდეოლას ერთი დიდი დადებითი მხარე აქვს, რომ დოფამინს და ნორადრენალინს და სეროტონინს ზრდის. ანუ ბუნებრივია და პრაქტიკულად საკმაოდ ძლიერი ანტიდეპრესანტის თვისებები აქვს. MAOs ინჰიბიტორია, ასევე კორტიზოლის დონეს ამცირებს, სტრესის ჰორმონს ამცირებს, ემოციურ კვებას ამცირებს. წონში კლება ძალიან გამოხატული არა, მაგრამ ყველაზე მეტად ეხმარება ადამიანებს, ვისაც ემოციური კვება აქვს და აი ემოციური კვების დროს თავის გაკონტროლება ერთ-ერთი ყველაზე ძნელია. განსაკუთრებით როცა აი ტკბილი უყვარს ადამიანს, არაჯანსაღი საკვები უყვარს, ერთ-ერთი ყველაზე ძნელია. და ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესოა აქაც და უსაფრთხოა თან რაც მთავარია 200-400 მგ მიიღება დღის განმავლობაში, ორ დოზად გაყოფილი და უმეტესად მიიღება დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ღამეს თუ მიიღებ ადამიანს შეიძლება არ დაგეძინოს, იმიტომ რომ ცოტა გააქტიურება გამოიწვევს ადამიანს. ამიტომ როდეოლას ძალიან მაღალ ქულას დაუწერდი მე პირადად, სადაც ესე 8-ს მაინც დაუწერდი, თლად ახლა მეტფორმინთან ვერ დავაყენებ, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა რაც შეიძლება არსებობდეს საერთოდ ჩემი საკვები დანამატი, ამიტომ მაღალ ქულას დაუწერდი. მაღალ ქულას დაუწერდი ასევე რომეს? ხო, მეტფორმინს ერთმნიშვნელოვნად, ბერბერინს, მეტფორმინს, ბერბერინს ძალიან მაღალ ქულას დაუწერდი მაგეებსაც. და L-თიროზინი არის დოფამინის და ნორადრენალინის წინამორბედი და ადრენალინისაც და ესეც ემოციური კვების დროს ძალიან კარგია, ესეც უსაფრთხოდ მიიჩნევა და საკმაოდ ეფექტურია, ანუ ენერგიასაც აძლევს ადამიანს, აძლიერებს ენერგიულობას ადამიანისას, ამიტომ ამ ხრივაც მნიშვნელოვანია. გრძელვადიანთაც უსაფრთხოა მისი მიღება როგორც წესი, შესაბამისად, ანუ L-თიროზინიც ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც შეიძლება რომ ადამიანმა მიიღოს. ხო, კიდე რისი თქმა შეიძლებოდა ახლა, აი რომ ჩამოვართ მნიშვნელოვანი რამე რო არ გამოგრჩეს, მაგალითად, ესე იგი რაც შეეხება ორლისტატზე, ის უნდა გამოვახვილოთ ყურადღება, რომ შეიძლება თირკმებში კენჭები გამოიწვიოს და განავალი ცხიმიანი იყოს და თუ დიდხანს იღებთ ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტი, ამიტომ მან ყურადღებით უნდა იყოთ. რაც შეეხება მეტფორმინთან ყურადღებით უნდა იყოს, რომ იყოთ ღვიძლის ფუნქციები დრო და დრო, იშვიათად, მაგრამ გადამოწმება ჭირდება და თირკმლის ფუნქციებს გადამოწმება ჭირდება. ხო, მეტფორმინმა შეიძლება მეტალის გემო გამოიწვიოს კიდე და მეტალის გემოს შეგრძნება ქონდეს ადამიანს პირის ღრუში და ეგ შესაძლებელია. მისი გრძელვადიანად ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება B12 ვიტამინის დეფიციტი გამოიწვიოს, ამიტომ ეგეც გასაკონტროლებელია, თუმცა აი მაღალ დოზებში და ძალიან ხანგრძლივად ვინც იღებს მაგ შემთხვევაში არის ხოლმე, ამიტომ B12 და თირკმლის ფუნქცია თუ მეტფორმინს იღებთ ხანგრძლივად, ყოველწლიურად უნდა გადაამოწმოთ. ხო, სხვა მხრივ მოკლედ მეტფორმინი ერთ-ერთი მეფეა და ძალიან მნიშვნელოვანია. კიდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ყურადღება უნდა მივაქციოთ
აბა გადავხედო აქ რა გვაქვს კიდე. ხო, ну, ბერბერინზე ვისაუბრეთ და ბერბერინს ერთ-ერთი საუკეთესოა მოკლედ და მაგასაც მაღალქულას მივცემდი, როდეოლაც ხო, როდეოლა კიდე ეს AMPK სისტემას აქტიურებს, რომელიც ცხიმების წვას უწყობს ხელს და ცხიმების წარმოშობას უშლის ხელს, ამიტომ ეგეც დიდი უპირატესობა აქვს. ხო, ну, როდეოლას ხშირად იყენებენ ციკლურად 8 კვირის განმავლობაში გამოიყენა 2 კვირა, არ გამოიყენა 8 კვირის განმავლობაში გამოიყენა 2 კვირა, არა, ასეთი რეჟიმით, რომელიც ასევე ეხმარება რომ აიცილოს ადამიანმა თავიდან ტოლერანტობა. ანუ ეფექტურობა რო არ დაკარგოს, მოკლედ პრეპარატმა. ხო, აი ესენია პრინციპში რაც ძირითადად უნდა ვიცოდეთ. ეს იყო, რის თქმაც მინდოდა, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ძალიან გთხოვთ რომ დაალაიქოთ, გამოწეროთ არხი, რადგან ის ანუ არხის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. ხო, იმიტომ რომ ანუ ქართულ არხს რეალურად სუფთა ენთუზიაზმზე ვაკეთებ მართლა ნამდვილად, რავი, იმიტომ რომ აქედან, ну, როცა ახლა ძალიან დიდი ნახვები და ძალიან დიდი იუთუბერები ვინც არიან, ახლა ვისაც ვირუსული ვიდეოები აქვს, იმათ დააქვს რა თქმა უნდა შემოსავალი, მაგრამ ახლა ჩემნაირ არავირუსულ ვიდეოების, აი იმ ადამიანებს ვისაც ვირუსული ვიდეოები არ აქვს და ეს მილიონობით ნახვა არ აქვს, ძალიან ის არის, რა ქვია, პრაქტიკულად არაა შემოსავალი, ამიტომ ვაკეთებ ენთუზიაზმზე, აი ამ საქმეს. ხო და ამიტომ თქვენი მხარდაჭერა ამ შემთხვევაში ის იქნება, რომ აი არხი მოიწონოთ, დაალაიქოთ და ამ შემდეგ რომ YouTube-ის ალგორითმმა აჩვენოს სხვა ადამიანებსაც. აი ეს იყო მოკლედ რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა თქვენი ინტერესისთვის. დაალაიქეთ ვიდეო.